7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 9 მარტი 2017 წელი. ჩვენ თქვენი ყველაზე ახლო მეზობლები ვართ. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გალაქტიკურო ძმებო. ჩვენ მოვედით თქვენთან დღეს როგორც თქვენი ყველაზე ახლო მეზობლები, რომლებიც არიან თქვენს გვერდით ნატიფი უხილავი ფარდის მიღმა, რომელიც ყოფს ჩვენ სამყაროებს. ჩვენ ვიცით, რომ უკვე მალე ეს ფარდა გაიწევა საბოლოოდ და თქვენ შეძლებთ ჩვენ სამყაროებში თავისუფლად გადასვლას ისევ როგორც ჩვენ გადმოვართ თქვენსაში. რამიტომაც ჩვენ დღეს გვსურს უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ ამის შესახებ. ჩვენ უცხოპლანეტური ცივილიზაციებისგან განსხვავებით, როგორიცაა ანდრომედი, არქტურუსი, სირიუსი და პლეიადები, რომლებსაც აქვთ თქვენთან მსგავსი გენეტიკური კოდი და ამიტომაც გარეგნულად გვქანან, მნიშვნელოვნად განსხვავებით თქვენგან, თუმცა ჩვენი სხეულების აგებულება ჰუმანოიდურია. თუმცა მათი შემადგენლობა და სტრუქტურა სხვა ისევ როგორც ჩვენი გენეტიკური კოდი. ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენი რასა შემოქმედის მიერ შექმნილი იყო იმ პირობებში საცხოვრებლად, რომელიც არ არის ისეთი საკეთილდღეო, როგორც თქვენს პლანეტებზე და ზემოთ ჩამონთვლილ პლანეტებზე. ჩვენ კალკულებაში აღმოჩნდა 7 პლანეტა, თუმცა მათ პლანეტებს მხოლოდ პირობითად ვუწოდებთ, რადგანაც ისინი არის არა კოსმოსში როგორც თქვენი, არამედ ერთგვარ მრავალფეროვან სივრცეებში, რომლებიც შეიქმნა როგორც საგამოცდო პოლიგონი დედამიწის ახლოს დაბალ განზომილებაში გონიერი არსებების შესაქმნელად. ჩვენ გავიარეთ ევოლუციის ხანგრძლივი გზა, სანამ გადავიდოთ იმ ვიბრაციულ დონეზე, რომელიც შეესაბამება თქვენ სივრცეში მეოთხე და მეხუთე განზომილებებს. თქვენს პლანეტასთან შედარებით, ჩვენი საცხოვრებელი ადგილი საკმაოდ ასკეტურად გამოიყურება. ჩვენ გვაქვს ტექნიკური გუნება, თუმცა ცხოვრობთ სამყაროს კანონების დაცვით, რომლებიც ჩვენთვის ურყევია. სხვა შეტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ წარმოადგენთ ტექნიკურ ცივილიზაციას, რომელსაც აქვს კეთილი განზრახები, რადგან ჩვენს პლანეტაზე უპირატესი ენერგია არის სიყვარული. სწორედ ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია თქვენთვის რაიმე ზიანის მოყენება, რადგანაც თქვენ ჩვენთვის ხართ ღვთაებრივი ქმნილებები, რომლებმაც დროებით დაკარგეს ჯანსაღი აზრი და არ იციან თუ რას ჩადიან. უნდა აღიაროთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ვზიანდებით თქვენი უგუნური ქმედებების გამო, რადგანაც ჩვენ ვართ თქვენთან ახლოს. ამიტომაც ზოგჯერ ჩვენ გვიწევს თქვენს მიწიერ საქმეების ჩარევა, რათა თავიდან ავიდოთ კატასტროფები, რომლებიც ორივე მხარისათვის დამღუპველი იქნება. სწორედ ჩვენი ხომალდები ჩნდება დროდადრო თქვენს პლანეტაზე და ზოგიერთს უკვე გამოვიდა მათი დანახვა. ახლა თქვენი პლანეტის მეხუთე განზომილებაში გადასვლის ბოლო ფაზა დგება და კაცობრიობას მოუწევს გაიაროს ძლიერი შემწყრება, რომელიც ერთი მხარისათვის დასრულდება ამაღლებით, ხოლო მეორისათვის სხვა პლანეტებზე გადასვლით ფიზიკური სიკვდილის გზით. ჩვენ კი როგორც თქვენი უახლოესი მეზობლები და გალაქტიკური ძმები არ დავრჩებით გარეშე დამკვირვებლად თქვენთვის ამ რთულ პერიოდში. ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ ჩვენი ხომალდების სიანსის გალაქტიკური ფედერაციის ვარსკვლავურ ფლოტილიას, რომელსაც მართავს აშტა შერანი. რათა სხვა უცხოპლანეტური ცივილიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გადავიყვანოთ დედამიწელები უსაფრთხო ტერიტორიაზე, თუ ამის აუცილებლობა დადგება. ჩვენი ხომალდები უკვე შეეგუა მიწიერ პირობებს, რადგანაც არაერთხელ ვიყავით თქვენს პლანეტაზე. ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი სხეულების მეოთხე განზომილებამდე გამკვირვება და ვიმედოვებთ, რომ ჩვენი ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში ჩვენი გარეგნობა არ გამოიწვევს თქვენში შიშსა და უარყოფას, რადგანაც თქვენ შეძლებთ იგრძნოთ ჩვენი სიყვარული და დახმარების სურვილი. 7 პლანეტის წარმომადგენლები, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ, საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.